მოგესალმებით მეგობრებო. მე დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ გამოვიყენოთ პროგრამა Bandicam და როგორ გადავიღოთ ხარისხიანი ვიდეო აი ამ პროგრამით. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის ეს უკვე და ძალიან ადვილი არის კიდე. ძალიან ადვილია Bandicam-ის გამოყენება, მაგრამ ძალიან ბევრს გონია რომ იცის და ამავე დროს მათი ვიდეოები 10 FPS არ ცდება. არა იმიტომ რომ სუსტი კომპიუტერი აქვს, არამედ იმიტომ რომ არ იცის როგორ გადაიღოს ხარისხიანი ვიდეო და როგორ მომართოს პროგრამა Bandicam. დღეს სწორედ აი ამას გაჩვენებთ. Bandicam იმიტომ ავარჩიე რომ ყველაზე კარგი პროგრამაა გადასაღებად. მე გირჩევთ რომ Bandicam გამოიყენოთ. Fraps-თან შედარებით ძალიან კარგია. Fraps-ი არის ძალიან ცუდი პროგრამა Bandicam-თან შედარებით. დაპაუზება არ აქვს, რთული მენიუ აქვს, ხმას ცუდად იწევს, დაბალ FPS-ში მიაქვს და ასე შემდეგ. ამიტომ გირჩევთ Bandicam-ის გამოყენებას. Bandicam-ს როგორც ხედავთ, ახლა მაქვს ქართული ენაზე დაყენებული, უფრო გასაგები რომ გახდეს. ნებისმიერ ენაზე შეგიძლია დააყენოთ, ესეც პლუსია, რა თქმა უნდა. და დავიწყოთ განხილვა, ესე იგი, პირველი ტაბი, ზოგადი. ზოგად ტაბში თქვენ შეგიძლიათ მომართვაში დაარეგულიროთ. აირჩიოთ თქვენ შესასრულე საქაღალდე, რომელშიც დაიმახსოვრებს Bandicam-ი გადაღებულ ვიდეოს. მე ამ შემთხვევაში მაქვს არჩეული დესკტოპი, აი ეხლა ასეც ვიღებ ეს ვიდეოა. ასე უფრო მოსახერხებელია, ეგრევე ჩანს დესკტოპზე. აქ შეგიძლიათ Bandicam-ი ყოველთვის წინა პლანზე. აი, თუ მოვნიშნავთ, როგორც ხედავთ, იგი სულ წინა პლანზე იქნება. აი, როგორც ხედავთ, ეს არის უფრო მოსახერხებელი, როდესაც მაგალითად YouTube-ის ვიდეოს წერთ ან რამე მსგავს და მეთანხმებით უფრო მოსახერხებელია. მეორე არის Bandicam-ის დაწყება, როდესაც იგი ჩაკეცილია, ანუ როდესაც აი ასე ჩაკეცილი მიიტანთ და Bandicam-ი ჩაირთვება ავტომატურად, ანუ როდესაც თქვენ Bandicam-ის shortcut-ი გაქვთ taskbar-ზე, მიიტანთ და ეგრევე ჩაირთვება Bandicam-ი. ეს რავი, არ არის დიდად მნიშვნელოვანი. მესამე არის Bandicam-ის ჩართვა Windows-ის დაწყებისას. ეს ორი პუნქტი არ არის გადათვლილი, რატო არ ვიცი. შეგიძლიათ თქვენ დააყენოთ, როცა კომპიუტერს ჩართავთ, ჩაირთვება Bandicam-ი, მაგრამ ეს თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. და აქ არის გაფართოებული ოპციები. აქ არის მაგალითად ზოგადი, ანუ Bandicam-ის ფანჯრა ყოველთვის ესენი ვთქვით. Bandicam-ის გადაღება, Bandicam-ის ვიდეოს დაწყება მთლიან ეკრანზე, გადაღების დაწყება მთლიან ეკრანზე. ეს ამას თუ მონიშნავთ, რეზოლუციის არჩევა აღარ იქნება საჭირო, იგი გადაიღებს მთლიან ეკრანზე. FPS-ის ჩვენება ჩაწერილ ვიდეოში, სურათში მხოლოდ DirectX და OpenGL ფანჯრებისთვის. DirectX და OpenGL ფანჯრები არის თამაშის გადაღებისას მოცემული ფანჯრები. ანუ, როდესაც თქვენ თამაშს იღებთ, გამოჩნდება აქ ზედამარჯვენა კუთხეში, ზედამარცხენა კუთხეში, აქ ზედამარჯვენა კუთხეში ქვემოთ, ან შუაში, ან ნებისმიერ ადგილზე, სადაც თქვენ გინდათ გამოვაჩენთ FPS, გაჩვენებთ როგორ უნდა და დამხმარე ზოლის ჩვენება. დამხმარე ზოლი არის აი ეს. ეს არის ჩვეულებრივი, ხოლო ეს არის დამხმარე ზოლი, საიდან შეგიძლიათ გამართვა. ეს გამომავალი ფაილის ჩაწერისას ქვესაქაღალდის შექმნა, ანუ ყველა ფაილს ექნება თავისი ქვესაქაღალდე. თუ ამას მონიშნავთ, მონაცემების დისკზე წინასწარი შენახვა, ანუ ქეშირება. ეს არ არის ძირითადად მნიშვნელოვანი და არ არის საჭირო, მე პირადად არ მჭირდება. შემდეგი არის ჩაწერა. აქ გირჩევთ რომ ყველა გრაფა მონიშნოთ. DirectX 7, DirectX 9, DirectX 8, DirectX 10 და DirectX 11, OpenGL და DirectDraw-იც აუცილებლად. ეს ყველაფერი მონიშნეთ, რადგან აუცილებელია, რომ პრობლემები არ შეგეხმათ გადაღებისას. დაბლოკილ პროცესთა ჩამონათვალი, ანუ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პროცესი. თუ არის ეს პროცესის ნახვა, აწყაბებთ აი აქ, შედიხართ აი აქ და აი პროცესების ჩამონათვალი. დააკოპირებთ სახელს, ამ შემთხვევაში თუ თამაში გაქვთ გაშვებული, შესაბამისი თამაშის პროცესს ნახავთ, დააკოპირებთ და ჩაწერთ აქ. და თუ დაეთანხმებით, მაშინ ანუ ამ თამაშს ამ პროგრამას, რომელიც პროცესს აირჩიეთ, არ გადაიღებს Bandicam-ი. ანუ ეს არის ჰუკის შექმნა, დაჰუკვა.
თუ გინდათ რა თქმა უნდა ენები, აი საიდან შეგიძლიათ ენის შეცვლა, ყველა ენაა, აი ქართული. თქვენ შეგიძლიათ გააყენოთ ნებისმიერი ენა, რომელიც თქვენ გინდათ. და სხვა ეს არის ვიდეოს ჩაწერის გამორთვა, ვიდეოს ჩაწერის გამართვა. ამას შემდეგ შევეხებით და ჩაწერის თვითდასრულება. შეწყვეტის პირობის მითითება. ანუ მე მაქვს დაყენებული არაფერზე, როდესაც ვიდეო მორჩება, თქვენ შეგიძლიათ იგი დააყენოთ ჩაწერის ხანგრძლივობაზე, ან როდესაც შესაბამისი დრო გავა, ვიდეო ავტომატურად გამოირთვება. შეგიძლიათ დააყენოთ ზომაზე, მაგალითად 200 მეგაბაიტი ან 5 გიგაბაიტი ან 200 გიგაბაიტი, როგორც გინდათ. როდესაც ეს ზომა აივსება ვიდეოს ხანგრძლივობის შესაბამისად, ვიდეო გამოირთვება. მე მაქვს დაყენებული არაფერზე, უფრო ხერხებელია და ჩაწერის ავტომატურად შეწყვეტის შემდეგ რისი გაკეთება გსურთ. ნუ თუ გაქვთ დაყენებული ხანგრძლივობითზე ან ზომაზე, მაშინ შეგიძლიათ მხოლოდ ამების დარეგულირება. ნუ მე მაქვს არაფერზე, ჩაწერის ახლიდან დაწყება, ჩაწერის შეწყვეტა და პროგრამიდან გასვლა, კომპიუტერის გათიშვა. არაფერზე უფრო მოსახერხებელი იქნება დავინჯერეთ. არაფერი. დავითანხმოთ. შემდეგი. ეს არის ვიდეო გამართვა. ჩაწერა, დაწყება გამორთვის ღილაკი. მე მაქვს F12-ზე დაყენებული, თქვენ რომელ ღილაკზეც გინდა იმას დააყენებთ, დააწყებთ. აი აქ აირჩევთ ღილაკს, მაგალითად F10, F11, ნუ F12. შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ. დაპაუზების ღილაკი. დაპაუზების ღილაკი მე მაქვს F9-ზე. ესეც შეგიძლიათ შეცვალოთ, როგორც წინა. მაუსის კურსორის ჩვენება გადაღებისას. აი, თუ ხედავთ მაუსს, აი ეს. და ეს არის, ანუ ამას არეგულირებს ეს. შუა მაუს კურსორი და მეოთხე, თაგვის დაწყებების ეფექტები. აი ეს არის დაწყებების ეფექტები. ხედავთ ალბათ. და ამის ფერის რეგულირებაც შეგიძლიათ აი აქედან. ნებისმიერი ფერის დაყენება შეგიძლიათ და ისრის გამოყოფა ფერადი რგოლით. ანუ თქვენ შეგიძლიათ ისრის გარშემო დააყენოთ წრე. ნუ ამის ფერსაც ირჩევთ, დინახეთ ალბათ სხვა ვიდეოებში, ნუ მე არ მაქვს, ეს არ მჭირდება. შემდეგი არის გამოსახულება. გამოსახულება სურათი. სურათის გადაღება. ღილაკი, მე მაქვს F10-ზე დაყენებული, ამის შეცვლად შეგიძლიათ. ანაბეჭდის აღება ნიშნავს სურათის გადაღების გამეორებას წამში. ანუ თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ 30 წამი, 40 წამი და ამ დროის განმავლობაში სურათის გადაღება განმეორდება. მაუსის კურსორის ჩვენება გადაღებისას. ამის დაყენებაც შეგიძლიათ თქვენ სურვილისამებრ. გადაღების ხოვანი ეფექტი, ეს რას ნიშნავს? როდესაც თქვენ სურათს გადაიღებთ, გაიგონებთ ფოტოაპარატის მაგვარ ეფექტს, გადაღების ეფექტს. ნუ რაც ეს კარგია, რადგან თქვენ მიხვდებით, რომ სურათი ნამდვილად გადაღებულია. და ფორმატი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფოტოს ფორმატი, JPEG მაღალი ხარისხი, JPEG ჩვეულებრივი, PNG და BMP. BMP მოგეხსენებათ არის ლოგოსთვის, რაღაცის ლოგო, პროგრამის ლოგო თუ გინდათ, იმისთვის არის BMP. PNG-ც შესაბამისად, JPEG ჩვეულებრივი, ანუ დაბალ ხარისხი 800-600-ზე და JPEG მაღალი ხარისხი, ანუ HD. 1720p-დან ზემოთ. ნუ ეს ყველაზე კარგია, მაღალი ხარისხი. Output, ეს output არის ის გრაფა, ანუ თქვენს მიერ არჩეულ ეს არ მინდა კაცო. თქვენს მიერ არჩეულ საქაღალდეში, მაგალითად დესკტოპზე, მე დესკტოპი მაქვს არჩეული, output-ში გამოჩნდება დესკტოპზე არსებული ვიდეოები, რომელიც თქვენ გადაიღეთ ბანდიკამით. აი ეს არის ეს output. და ეს შესახებ, აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბანდიკამის შესახებ, თქვენი სერიული ნომერი, ნუ ამ სერიულ ნომერს არ ვფარავ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ნაკიდ ბანდიკამს აქვს თავისი ცალკე სერიული პროგრამა, ამიტომ არ გეგონოთ, რომ ჩემი სერიული პროგრამით გააქტიურებ თქვენს ბანდიკამს, ან რამე ეგეთი არ არის აუცილებლობა, რომ დავფარო. აქ შეგიძლიათ გაიაროთ ხელახალი რეგისტრაცია. ნუ თუ გაინტერესებთ როგორ ხდება რეგისტრაცია, დააწყაბეთ ვიდეოს აი ახლა თქვენს ეკრანებზე და გაიგებთ თუ როგორ უნდა რეგისტრაცია ბანდიკამზე. ნუ კიდევ მეტი გონი არაფერი არის რა თქვენი, კიდევ აი ამის
კონტროლება შეგიძლიათ ან თუ ჯოისტიკზე გადართავთ უკვე თქვენ ჩაიწერთ თამაშს. როდესაც გადართავთ ჯოისტიკზე, თქვენ არ დაგჭირდებათ ფანჯრის ზომის მითითება. თამაშის შესრულისას და ვიდეოს დაწყებისას პროგრამა ავტომატურად გადაიღებს შესაბამის რეზოლუციაში. თქვენს მიერ არჩეულ რეზოლუციას თვითონ თამაში. ეს მეორე არის ეკრანის გადაღებისას, დესკტოპის გადაღებისთვის, ანუ ეს თამაშისთვის არ გამოგადგებათ. შეგიძლიათ ზოგიერთ თამაში გადაიღოთ, მაგრამ გაჭედავს ძალიან გაჭედავს, ამიტომ არ გირჩევთ. ამით თქვენს მითითებულ საკახალდაში შედიხართ, ამით სურათს იღებთ, ამით ამთავრებთ ვიდეოს, ამით აპაუზებთ. ამით გადიხართ რეგისტრაციას და როგორც ხედავთ, აი აქ წერია Bandicam registered. ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს უკვე რეგისტრირებული ვერსია და რეგისტრირებული ვერსია ნიშნავს, რომ თქვენ როდესაც გაქვთ რეგისტრაცია გავლილი და ნაყიდი გაქვთ Bandicam-ი, აი სწორედ ამ ადგილზე წერია Bandicam, რაც მოუხერხებელია, როდესაც თქვენ არ ხართ რეგისტრირებული. ეს წერია და ასევე ვიდეოს ლიმიტი არის 10 წუთი. ხოლო როდესაც დარეგისტრირდებით და გააქტიურებთ Bandicam-ს, ეს ლიმიტი მოგეხსნებათ. შეგიძლიათ დაკრაკოთ კიდეც, მაგრამ მე კიდევ გირჩევთ, უფრო ოფიციალურია და უფრო ხარისხიანია, რა თქმა უნდა. აქ დაგვრჩა ხარისხის გამართვა, რაც არის მნიშვნელოვანი დამეთანხმებით ალბათ. ფორმატი. ვიდეოს ფორმატი. აი სწორედ ამით უნდა დაარეგულიროთ თქვენი ვიდეოს ხარისხი. ზომა. აქ უნდა აიჩიოთ ეკრანის ზომა, როდესაც იღებთ დესკტოპს ან როდესაც იღებთ თამაშს. ეს თამაშის რეზოლუციას არ ცვლის, ეს ცვლის თქვენი გადაღებული ვიდეოს რეზოლუციას. თქვენი მონიტორის გაფართოების შესაბამისად უნდა დააყენოთ. მონიტორის გაფართოება კი უნდა ნახოთ აი ასე, right click-ი, screen resolution, ეკრანის რეზოლუცია და აი აქ წერია. ჩემი მონიტორი არც ისე დიდი არ არის. 1024x78-ზე გაფართოება აქვს. რა თქმა უნდა, ლაზმური არის, მაგრამ პატარაა, კვადრატულია და პატარაა, ამიტომ ეს გაფართოება აქვს. კოდეკი არა ჯერ FPS-ი დააყენეთ 30-ზე. გააჩნია როგორი სიძლიერის კომპიუტერი გაქვთ. თუ გაქვთ მაგალითად Nvidia GTX 580-დან ზემოთ და Intel Core i3-დან ზემოთ, ოპერატიული უნდა გქონდეთ მინიმუმ 4 GB, რომ დააყენოთ 60 FPS-ზე. 30 FPS-ი ეს არის რეკომენდირებული და სტანდარტი. თუ გაქვთ ძლიერი კომპიუტერი და გაქვთ 64-ბიტიანი Windows-ი, ზემოთ რა ჩამოვთვალე, თუ ამის ზემოთ გაქვთ კომპიუტერი უფრო ძლიერი, დააყენეთ 60-ზე, რადგან როდესაც თქვენ გაქვთ ნორმალური კომპიუტერი და დააყენებთ 60-ზე, ხარისხი არ ემატება, უბრალოდ ზომაში იზრდება ვიდეო, რაც დამეთანხმებით ძალიან მოუხერხებელია. ხოლო თუ თქვენ გაქვთ ძლიერი კომპიუტერი და დააყენებთ 30-ზე და მიჯერეთ, კომპიუტერი ცოდოა, რადგან გაჭედავს, უფრო კარგად მიაქვს თამაში, უფრო კარგად შეუძლია გადაღება და თქვენ უშლით ხელს თქვენი 30 FPS-ით. ამიტომ თუ გაქვთ ძლიერი კომპიუტერი დააყენეთ 60-ზე, თუ გაქვთ ნორმალური კომპიუტერი დააყენეთ 30-ზე. არც შუალედი არ დააყენოთ და არც ზემოთ. რადგან თუ დააყენებთ მაგალითად 50, 59, 19.940 სისულელეა და თუ დააყენებთ 120-ი როგორი ძლიერი კომპიუტერიც არ უნდა გქონდეთ, 120 არის სისულელი, 120-ზე დაყენება, დამიჯერეთ, რადგან ვიდეოს ზომა ძალიან გაიზრდება, მაგრამ ხარისხი არ მოემატება. შემდეგი არის კოდეკი დააყენეთ, მე გირჩევთ H264 Nvidia CUDA, XYD ან MPEG 1. XYD არის ყველაზე ნორმალური კოდეკი. H264 Nvidia CUDA-ს აყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც გაქვთ Nvidia GTX 630 და ზემოთ. უფრო ძლიერი ვიდეო ბარათები. ამ შემთხვევაში იქნება ძალიან კარგი გადაღება. თუ გაქვთ ნორმალური ვიდეო ბარათი და ნორმალური კომპიუტერი დააყენეთ XYD-ზე და თუ საერთოდ არ გაქვთ Nvidia-ს ვიდეო ბარათი და გაქვთ AMD-ს ვიდეო ბარათი ან Intel Graphics-ის ბარათი, დააყენეთ MPEG 1-ზე. გირჩევთ. XYD არის ყველაზე მოსახერხებელი, აქედან არეგულირებთ ხარისხებს. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ყურადღებას არ გავამახვილებ. და აუდიო, არა, ჯერ ხარისხი. ხარისხი დააყენეთ 100-ზე. რადგან ბევრი იძახდა, რომ დააყენეთ 80-ზე, 80-ის ზემოთ მაინც მნიშვნელობა არ აქვს, ვიდეო ზომაში იზრდება, ხარისხი არ ემატება. ეს გამოვცადე
და აღმოჩნდა რომ როდესაც ხარისხზე გაქვთ ასე უფრო კარგი ვიდეოს იღებთ, ამიტომ დამიჯერეთ დააყენეთ ასე. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი აუდიო არხები დააყენეთ არხები დააყენეთ სტერეოზე აუცილებლად. მონოზე არავითარ შემთხვევაში თუნდაც ბოლო დონის კომპიუტერი გქონდეთ, ბოლო დონის კი არა, ყველაზე ბანძი კომპიუტერი თუ გაქვთ, მაშინაც კი არ დააყენოთ მონო. სიხშირე დააყენეთ 48000-ზე. ესეც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვიდეო ხმის ბარათი გაქვთ, ან როგორი კომპიუტერი, დააყენეთ სიხშირე 48000-ზე. აუცილებლად. კოდეკი დააყენეთ PCM-ზე, რადგან InPage 1.2 ძალიან საშინელებაა, არ გირჩევთ. რადგან მე ძალიან ბევრი ვიდეო გადაიღე და აღმოჩნდა რომ დაბალ ხმაში იყო, ამიტომ მომიწია ახლა გადაღება. შევამოწმე კიდეც აუწიე ხმებს, მაგრამ არ გამოვიდა. ნუ თუ არ იცით საიდან ნახოთ, აი და შეხვალთ კონტროლ პანელში და მე ამ შემთხვევაში მაქვს Realtek HD Audio Manager-ი და ამის ქვეშ იქნება საუნდები ხმა, ანუ აქ შეხვალთ და აქ არის სწორედ თქვენი ხმის ბარათი. დააწყაბებთ და properties. აი აქ არის არა, ეს დინამიკია. დინამიკი არ გვინდა. მიკროფონის მონაცემები უნდა ნახოთ აი აქ, მომართვა და აი ლაპარაკის დონე, ხმის დონე. დააწყებებთ აქ properties და დონეები, levels. აუცილებლად პირველი დააყენეთ ასე, ხოლო მეორე დააყენეთ -20 dB აუცილებლად, რადგან უფრო დაბალი შემთხვევაში თქვენ ხმას ვერ გაიგებთ. ამიტომ ესე ჯობია. ნუ ეს როგორც გითხარით დააყენეთ PCM-ზე და ძალიან კარგი. აქ კიდევ შეგვიძლია დავარეგულიროთ ხმა. ხმის ჩაწერა, რა თქმა უნდა მონიშნეთ, თუ გინდათ კომენტარებით გადაღება gameplay-ის ამ მსგავსი რამე. თუ გინდათ თქვენი ხმა გაიგოს სხვამ. მომხმარებელმა რა თქმა უნდა თქვენი ხმა და ზოგადად ხმა. თორე ხმის ჩაწერას თუ არ მონიშნავთ, უხმოდ იქნება. აუდიო ფაილის ცალკე შენახვა ჩაწერისას, ანუ ეს რას ნიშნავს? თუ ამას მონიშნავთ, თქვენ როდესაც გადაიღებთ ვიდეოს, ამ ვიდეოს აუდიო ნაწილი შეინახება ცალკე აუდიო ფაილად. ნუ ეს რაში გჭირდებათ თქვენ თუ გინდათ დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ შემდეგ და ასე შემდეგ. ხმის ძირითადი მოწყობილობა. ხმის ძირითადი მოწყობილობას დააყენეთ აუცილებლად პირველი Win7 sound WASP-SAPI. ამას მომართვა არ ჭირდება, ხოლო მეორე დააყენეთ იმ შემთხვევაში თუ გინდათ გადაღება. გათიშეთ თუ კი გინდათ რომ მხოლოდ თამაშის ხმა ისმოდეს. და ხოლო თუ გინდათ რომ თქვენი ხმაც ისმოდეს, დააყენეთ თქვენი ხმის ბარათის სახელიდან გამომდინარე, აქ ჩამონათვალიაც იქნება. ორი ხმის შერევა. ორი ხმის შერევა აუცილებლად დააყენეთ თუ გინდათ Let's Play-ის გადაღება კომენტარებით, ან თქვენი ხმის თამაშის ხმასთან არევა, ანუ ორივე ერთად რო ისმოდეს და შეგიძლიათ ასევე შემოიშვრო და დააყენოთ ღილაკი, რომლის დააჭერის შემთხვევაშიც მხოლოდ მის დაჭერის შემთხვევაში გადაიღებს ჩაიწერს ბანდიკამი ხმას. შემდეგი არის ლოგო. ლოგო თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ვიდეოზე სურათის ზედადება. ანუ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ აქ ადგილი, საიდანაც თქვენ ლოგოს დაადებთ ვიდეოს. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მდებარეობა, ანუ თუ ამას მონიშნავთ, ვიდეო იქნება ზედა მარცხენა კუთხეში აი აქ და შესაბამისად. ეს არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობას თუ 100%-ზე დააყენებთ, იგი იქნება საკმაოდ გამჭვირვალე, ანუ გამჭვირვალობა რას ნიშნავს? აი თუ ხედავთ აი ამ ფანჯრიდანაც ჩანს ეს. ანუ ეს ნიშნავს გამჭვირვალობა, ამას ნიშნავს სწორედ. ნუ გამჭვირვალობის დონეს დაარეგულირებთ შესაბამისი პროცენტით, როგორც თქვენ გინდათ. და გამოსახულება ვიდეო ლოგადი. ნუ მგონი მოვჭით ბანდიკამის განხილვას. კიდე ერთი რამე. აი აქ უნდა იყოს მეხუთე ტაბიც. ვებკამერა. ოღონდ ეს ბანდიკამის უახლეს ვერსიას აქვს. ნუ მე სპეციალურად არ გადმოვწერე ეს, რადგან არ მჭირდება ვებკამერით ჩაწერა და ერთი რამ უნდა აღვნიშნო კიდევ. თუ თქვენ იღებთ მხოლოდ
ვიდეოს ხმით და არ გჭირდებათ თქვენი სახის დაფიქსირება ვებკამერის გამოყენება, ჩაიწერეთ აი ეს ვერსია, რომელიც მე მაქვს ვებკამერო, რადგან ორივე ვცადე, შეგიძლიათ იქ გამორთოთ გადაღება ვებკამერით, უბრალოდ ხმა ჩაწეროთ, მაგრამ მაინც ვებკამერო ვერსია ხმას უფრო კარგად იწერს და ვიდეოსაც კარგად იწერს. ანუ FPS დროპი არ აქვს და ანუ ვებკამერო ვერსია ვიდეოს უფრო კარგად იწერს. აი ამის თქმა მინდა. ამ ყველაფერს დაყენების შემდეგ დავეთანხმებით, როგორც მე გავაკეთე, ესე გააკეთეთ თქვენც ხარისხიანი ვიდეოს გადასაღებად. თუ დაგეხმარეთ ამ ვიდეოთ და თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და subscribe-ი მიეცეთ channel-ს, გამოიწერეთ ჩემი არხი და თქვენი აზრი დაფიქსირეთ კომენტარებში. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, ამ პრობლემა გაქვთ რაიმე, დაწერთ კომენტარებში და ყველანაირად ვეცდები რომ დაგეხმაროთ. კარგი, აბა, მაგალითად